საზოგადოებრივ მაუწყებელში გენერალური დირექტორის არჩევის პროცედურა მიმდინარეობს. დილიდან სამეურვეო საბჭოს წევრები თინათინ ბერძენიშვილს უსმენენ. გენერალური დირექტორობის კანდიდატმა პრეზენტაცია წარადგინა. თინათინ ბერძენიშვილმა ძირითადი აქცენტი უკვე განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე გააკეთა. პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმშიც გაგრძელდება. შეგახსენებთ, თინათინ ბერძენიშვილი მეორე ვადით იყრის კენჭს. მარიკა შალიკაშვილი მუშაობს თემაზე და ის ახლა გვერდება პირდაპირ ეთერში. მარიკა, გისმენთ. დიახ, გასაუბრება გენერალური დირექტორობის კანდიდატთან ზუსტად 10 საათზე დაიწყო. თინათინ ბერძენიშვილმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე და იმ მიღწევებზე, რაც არხს 6 წლის განმავლობაში ჰქონდა და ასევე, რა თქმა უნდა, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და წარადგინა ის ხედვა, რომელიც მას მომდევნო 6 წლის განმავლობაში ექნება არჩევის შემთხვევაში. თინათინ ბერძენიშვილმა გამოჰყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა, რომელშიც ჩვენ უკვე ვიმყოფებით, მას საუკუნის პროექტი უწოდა და აღნიშნა, რომ ეს იყო ძალიან რთული 4 წელი და ძალიან რთული გამოწვევები ამ პერიოდში, თუმცა ეს გამოწვევები წარმატებით იქნა დაძლეული და საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს უკვე ახალი შენობა პოლიტკოვსკაიას 31 ნომერში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია ის, რომ არხს მაუწყებლობა არც ერთი დღით არ შეუწყვეტია და კოსტავას 68 ნომრიდან ახალ შენობაში გადმოსვლა მოხდა უწყვეტი მაუწყებლობის პირობებში. ეს არის შენობა, რომელსაც შეიძლება ეწოდოს მედია ჰაბი. ის არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შენობა საქართველოში, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 10 წეულების განმავლობაში აშენდა. ის აერთიანებს 2 კორპუსს. აქ არის ისეთი სტუდიები, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ამიერკავკასიაში არის უპრეცედენტო მასშტაბის, სიდიდის და შესაძლებლობების. აღსანიშნავია ასევე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ტექნიკურად გადაიარაღდა ისე, რომ ასევე მაუწყებლობას არასდროს შეშლია ხელი და პარალელურად მიმდინარეობდა ეს პროცესი, როგორც ახალ შენობაში გადმოსვლის, ასევე მატერიალურ ტექნიკური გადაიარაღების და ამ პროცესში ქართულ სპეციალისტებთან ერთად, ჩვენი არხის გუნდთან ერთად მუშაობდნენ BBC-ს და ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლები, რომლებიც ჩამოდიოდნენ საქართველოში და ამ პროცესს აკვირდებოდნენ. ასევე შენობა რამდენჯერმე მშენებლობის პროცესში დაათვალიერეს ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლებმა და ისინიც აღფრთოვანებულები დარჩნენ იმით, რაც შეძლო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, მით უმეტეს იმ დროს, როდესაც 2020 წელს დაიწყო შენობის მშენებლობა. ეს იყო პანდემიის პერიოდი და საკმაოდ რთული გამოწვევებით სავსე წლები. გარდა ამისა, თინათინ ბერძენიშვილმა კიდევ ისაუბრა იმ შესრულებულ საქმეებზე, რომლებიც გაკეთდა ბოლო 6 წლის განმავლობაში. მან გამოყო არქივი, იმიტომ რომ შეიძლება ითქვას, რომ არქივიც არის ჩვენი ქვეყნის საგანძური, არა მხოლოდ ამ არხის, არამედ მთელი საქართველოსი. არქივი ძალიან მძიმე პირობებში იყო კოსტავას 68 ნომერში და არქივის თანამშრომლებმა ძალიან დიდი შრომა გაწიეს იმისთვის, რომ დაუზიანებლად მომხდარიყო ამ მნიშვნელოვანი და დიდი მასალის ახალ შენობაში გადმოტანა, გაციფრულება და დაცვა ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის. თინათინ ბერძენიშვილმა ისაუბრა მჭიდრო კავშირთან, ევროპის მაუწყებელთა კავშირთან. საზოგადოებრივი მაუწყებელი არაერთ კომიტეტში არის წარმოდგენილი, სწორედ იბიუში უკვე წლების განმავლობაში. ასევე, რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო ეროვნულ და საერთაშორისო პროექტებს, როგორც შიდა წარმოებას, ასევე გარე წარმოებას, რადგანაც საზოგადოებრივი მაუწყებელი მუდამ უდგას მხარში გარე წარმოებას, რაც არხზე საკმაოდ მრავლად არის. საუბარი იყო საერთაშორისო პროექტებზე, ლიცენზირებულ საერთაშორისო პროექტებზე, რომლებიც არხზე პირველად საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაჩნდა. ეს არის სხვადასხვა გასართობი, მუსიკალური, შემეცნებითი პროექტები, ჩვენი წარმოების და გარე წარმოების სერიალები, დოკუმენტური ფილმები და ძალიან ბევრი საინტერესო გადაცემები, რომელიც არხს აქვს. ასევე საუბარი შეეხო ტრენინგებს, რომლებიც არხის წარმომადგენლებმა გაიარეს დანიაში, ორჰუსის უნივერსიტეტში, სადაც ისინი ეუფლებოდნენ კონსტრუქციულ ჟურნალისტიკას, რომელზეც ასევე გაამახვილა თინათინ ბერძენიშვილმა ყურადღება, რადგანაც ეს არის ის ჟურნალისტიკა, რომელიც ევროპაში უკვე დიდი ხანია დაფუძნებულია და რომელიც არის მნიშვნელოვანი ზოგადად საერთაშორისო გამოწვევების კუთხით, როდესაც მსოფლიოში საკმაოდ პოლარიზებული გარემოა და რა თქმა
თქმა უნდა ეს ეხება საქართველოსაც და ასეთ შემთხვევაში სწორედ ეს გადამზადების კურსი იყო ჩვენი ჟურნალისტებისთვის და პროდიუსერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. საუბარი იყო იმ სხვადასხვა საერთაშორისო ასამბლეებზე, რომელსაც უმასპინძლა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და საქართველომ. თინათინ ბერძენიშვილმა ასევე ისაუბრა ევროვიზიაზე, რომელიც საბავშვო ევროვიზია მოგეხსენებათ 2025 წელს საქართველომ დიდი წარმატებით ჩაატარა და საკმაოდ დიდი რეიტინგი დაწერა. ევროპის 20 ქვეყანაში გადაიცემოდა პირდაპირ ტრანსლაცია ამ კონკურსის და ძალიან დიდი გამოხმაურება და ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მოყვა ევროპის მაუწყებელთა კავშირიდან და ზოგადად მსოფლიოს ყველა ქვეყნის წარმომადგენლიდან, რომელიც იღებდა მონაწილეობას ამ კონკურსში, თუ როგორ გაუმკლავდა საქართველო ამ მისიას ჩაეტარებია ასეთი მსხვილი კონკურსი. თინათინ ბერძენიშვილმა ისაუბრა იმ სამარხზე, რომელიც დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს, ეს არის საქართველოს პირველი არხი, ეს არის პარლამენტის არხი და სპორტის არხი. მან გაამახვილა მნიშვნელობა თუ რაოდენ მნიშვნელოვანი არის სპორტის წახალისება განსაკუთრებით ეროვნულ დონეზე, რადგანაც განსხვავებით მაგალითად ფეხბურთის და კალათბურთის ფედერაციისგან ძალიან ბევრი ფედერაცია, რომელსაც არ აქვს იმხელა დაფინანსება შესაბამისად, როდესაც საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს სპორტის არხი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და სპორტის განვითარებისთვის. მან ისაუბრა ერთი TV Play-ზე, ეს არის ვებ-პორტალი, რომელიც აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს და რომელიც ასახავს თუ რამდენად დიდი არის ინტერესი ჩვენს მიმართ. 9 მილიონზე მეტი ოფიციალურად დარეგისტრირებული მაყურებელი ყავს სწორედ ამ პორტალს. ისაუბრა ინტეგრირებულ ნიუსრუმზე, რომელიც აერთიანებს ტელევიზიას, რადიოს, ვებ პლატფორმას და იმ გამოწვევებზე და იმ მიღწეულ მიზნებზე, რომელიც 6 წლის განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰქონდა მისი დირექტორობის პერიოდში. პირველად ხდება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი 6 წელია თავისი მანდატი შეასრულა. აქვე უბრალოდ სტატისტიკისთვის მინდა ვთქვა, რომ 2005 წლიდან, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაკეთდა საზოგადოებრივ მაუწყებლად, მან გამოიცვალა დაახლოებით 21 დირექტორი და მოვალეობის შემსრულებელი. ეს 6 წელი, როდესაც სრულად შეასრულა გენერალურმა დირექტორმა მოვალეობა, ვფიქრობ, როგორც ინსტიტუციისთვის არის სტაბილურობის ძალიან კარგი მაგალითი. მთლიანად ეს 6 წელი დაეთმო აი ამ საუკუნის პროექტს, რაც ჩემთვის პრივილეგიაა და მე მადლობას ვუხდი ჩემთან ყველას იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც მომეცა, იმიტომ რომ ესეთი შესაძლებლობა შეიძლება ცხოვრებაში არ მოგეცეს და რას თავარია წარმატებით შესრულდა ეს პროექტი. ეს არის ტექნიკური და ტექნოლოგიური შენობა, რომელსაც ანალოგი ქვეყანაში არ აქვს. ერთი აშენება, რომელითაც მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად საუკუნის პროექტია და მაგალითია ჩვენი რეგიონისთვის და რატომაც არა და გვაქვს უკვე მაგალითები, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნები, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნები ჩვენი, ასე ვთქვათ, წინადადებებით ხელმძღვანელობენ ასეტიდან და ღილაკიდან გადავედით რაღაც ეს ავტოპილოტზე მართვაზე, რომელიც დღეს შემიძლია ვთქვა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს საქართველოში აქვს ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ტექნიკური საშუალებები. საზოგადოებრივ მაუწყებელი არის მეხსიერება ჩვენი ქვეყნის დიახ ოქროს ფონდრი მემკვიდრეობა, რაც არა მარტო რაც იყო ის უნდა შევინახოთ, არამედ რაც დღეს ხდება, ამას ინახავს და შემდეგში კიდევ ვისაუბრებ, როგორ ვაკეთებთ ამას. არქივის პროექტი ასევე ჩემს განგრძობითობას უკავშირდება. თითეული სლაიდი ეს არ არის მხოლოდ რა გაკეთდა, არამედ რა უნდა გაკეთდეს, იმიტომ რომ არქივის პროექტი არ არის დასრულებული. რამდენიმე მილიონი ფირი გადმოვიდა მხოლოდ რადიოს არქივის. თითეულის ნუმერაცია, ეს ხელით გაკეთებული საქმე, ეს არ არის ავტომატიზირებული საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეროვნულ არქივთან და მათაც მადლობა ძალიან კარგად ვითანამშრომლეთ და წარმოიდგინეთ იმ შენობიდან ყველა დაცლილი კანონის მიხედვით ან საკანონმდებლო ნორმებია, რომელსაც თითეული დოკუმენტი ისე განადგურდა, რომ საკანონმდებლო ჩარჩოში ჩამჯდარიყო. ამაში ეროვნული არქივი დაგვეხმარა. 3259 ტენდერი შესყიდვა და ხელშეკრულება გვაქვს ამ პერიოდში გაფორმებული. ხას უსვამ. გადაუდებელი შესყიდვა არ ვქონია, დაუგეგმავი შესყიდვა არ ვქონია. ყველაფერი დაგეგმილი იყო, რაც იცით, რამდენად რთულია ეს პროცესი და ხას უსვამ, რომ ეს პროცესი იყო გამჭვირვალე. შესყიდული ტექნიკის ღირებულება შეადგენს 59 მილიონ ლარს, ხოლო ახალი შენობა და ყველაფერი მასთან დაკავშირებული, რაც კი ხარჯი ყოფილა, ეს არის 101 მილიონი ლარი. რა თქმა უნდა, ვამგვალებ ზუსტი ციფრები მოცემულია და ეს ყველა ჩვენს ანგარიში არის წარმოდგენილი თითეული აუდიტის მიერ. დასკვნა, რომელიც მივიღეთ აი ამ 6 წლის მანძილზე, იყო უპირობოდ დადებითი.
ეს არის ფინანსური ანგარიშების აუდიტი, ეს არის სახელმწიფო შესყიდვების აუდიტი და ეს არის საგადასახადო ანგარიშების აუდიტი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ორგანიზაციაში არსებობს შიდა აუდიტი, კონსტრუქციული ჟურნალისტიკა, რომელიც ხანდახან ეს ცოტა ირონიულად და ცინიზმით მემახსენებენ ხოლმე. დიახ, ეს არის კონცეფცია, რომელიც ჩვენ დავნერგეთ ულრიხ ჰარ გრუპთან ერთად, რომელიც დანიის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ხელმძღვანელია, ევროპის მაუწყებელთა კავშირთან ერთად. ჩვენი ჟურნალისტი 18 ფიზიკურად გადამზადდა ამ უნივერსიტეტში დანიაში. მე მიხარია, რომ თითოეული მათგანი, რომელიც დაბრუნდა, რომელიც ძალიან სკეპტიკურად იყო განწყობილი, ხო არ არის ეს პოზიტიური ჟურნალისტიკა, მეუნებოდა, რომ საერთოდ შემიცვალა დამოკიდებულება ჟურნალისტიკის მიმართ. კრიზისების მართვა დაწყებული არა მხოლოდ იმ ცნობილი მოვლენებით, რომელშიც მე პირადად აღმოჩნდი და აბსოლუტურად დღესაც ვიღებ ამ პასუხისმგებლობას, არამედ დაწყებული ისევ COVID პანდემიით, ისევ ომით და ასე შემდეგ. უამრავ მე ვფიქრობ, რომ საუკეთესოდ შევძელით ჩვენი ტელევიზიის საკუთარი ღირსები, საკუთარი საქმის საუკეთესოდ დაცვა. პირველი ქართული უფასო სტრიმინგ პლატფორმა 1TV Play, რომელიც ჩვენ ავაშენეთ, იმიტომ რომ ეს არ არის საიტის გახსნა, ეს არის აშენება პლატფორმის საქართველოში. მე ვუტოლებ და ეს კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება, მე ესე მგონია მომავალში, ისეთ ტრანსფორმაციას, როგორიც ძალიან ბევრი სიახლე შემოვიტანეთ, ხო? ეს არის ნამდვილად უნიკალური პლატფორმა, ის რომ ყავს 9 მილიონი რეგისტრირებული მომხმარებელი, როდესაც მეკითხები ან რეიტინგი მე ბჭყალებში ვსვავ, ან როგორი ეს არის კონკრეტული შედეგი. საქართველოში 9 მილიონი ადამიანი არის დარეგისტრირებული ამ პლატფორმაზე. ასე ვთქვათ, ეს მონაცემი და ეს ბაზა ჩვენ გვაქვს. ჩვენ გავხდით ერთადერთი ვიტყოდით რეგიონში და 18 ევროპულ ქვეყანასთან ერთად წყარო, საინფორმაციო წყარო, როგორი ტიპის ინფორმაცია გადის ქვეყნიდან, ალბათ ვიცით, რომ ხშირად ვიტყვი თავს მივცემ უფლებას, ობიექტურიც არ გადის. ამიტომ პირველი არხის ყოფნა ამ პლატფორმაზე არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ ობიექტური ინფორმაცია გადიოდეს ჩვენი ქვეყნიდან და ამ პლატფორმის ჩვენ ამ პლატფორმაში ყოფნას მე ვფიქრობ, რომ რა ვიცი, მე შევადარებდი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად და მიხარია, რომ ამ პლატფორმის წევრები ვართ. 50-ზე მეტი ჯილდო გვაქვს მიღებული, რაც უბრალოდ არ შეგვიძლია რო არ ვახსენოთ. მას შემდეგ, რაც საქართველოს პირველი ტელევიზია საზოგადოებრივ მაუწყებლად ჩამოყალიბდა, ანუ უკვე 21 წელია, თინათინ ბერძენიშვილი იყო პირველი გენერალური დირექტორი, რომელმაც 6 წლიანი ვადა სრულად შეასრულა და დაასრულა. დღეს ის კვლავ იყრის კენჭს მეორე ვადით, როგორც უკვე გითხარით, უკვე დასრულდა პრეზენტაცია, ახლა მიმდინარეობს კითხვა-პასუხის რეჟიმში, სხდომა, სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლები თინათინ ბერძენიშვილს უსვამენ კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა გეგმები აქვს მას მომდევნო 6 წლით და ასევე შეკითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა გაკეთდა გასული 6 წლის განმავლობაში. ამის შემდეგ უკვე გამოცხადდება ტექნიკური შესვენება, რის შემდეგაც ჩატარდება კენჭისყრა და სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლები მიიღებენ გადაწყვეტილებას. მადლობა მარიკა. მარიკა შალიკაშვილი იყო პირდაპირ ეთერში.